რა ვხერხელ ხო მოგესალმებით და გიბრუნდებით ცხელი ძაღლის მესამე სეზონის პირველი მეორე სერიით. ჩაუჭდეთ. ხოთ გამოიწეროთ და ლაიქოთ და კომენტარით. აი ეს მახსოვს, მართლა მახსოვს. გასაკეთებ გასო შენ. კიდე ამას უყურებ? ხომ გითხარი მოემზადე მეთქი. ეხლა მე გამოვჩდები დავიდოვიჩ. აი გდგავა. აი რა უნდა გელაპარაკო რა დეგენერატი ხარ. რატო ბატონო გე? ჯერ ერთი იმიტომ რომ იქით და რევოლუციონერები ამ სისკეკაცი. დანაც პოლიციელი. ტოჟა მე დოლორესი ბარურიებლე. და მეორე იმიტომ რომ ორი მოიცა? ინციკები. თვია ერთ და იგივეს უყურებ პირდაპირ. თან სამუშაო საათებში. სად არის წრიალაშვილი? შვებულებაშია ორ დღეში გამოვიდა. ჯო რა დრო შვებულებაა, კაცო? ისედაც განახევრებულია ეს განყოფილება. რა ვიცი მე თქვენ არ მოუწერეთ ხელი განცხადებაზე. აი მე დავიდოვიჩ. ხედავ. სადა კაცო, მე ვერ ხედავ. ისე ხო კაი ამბავი მოხდა დავიდოვიჩ. რა სიტყვა? მოგეცადათ ბატონო, კიდე წელიწად ნახევარი და ყველაფერი კულტურულად და კანონიერად მოხდებოდა. რომელ რევოლუციას მოუტანია სიგეთე ბიჭო? აბა მის დარიყვნენ პარლამენტში სოსოეგაძეების ზერაკები და მაგათი მაკაცები? ბიჭო, ეგენი ხემაიც გაშიფრულები იყო. ახლა სანამ იმას გაიგებ, ვინ-ვინა? შეიძლება სულ დაგექცეს ეს ქვეყანა თავზე. ბოდიში ბატონო გენო, მაგრამ ეხლა არა ხართ მართლა. ეგენი რომ თავრობაში მოსულიყვნენ, სოსოეგაძეები და მისნაირები, ლექსოს მინაცოცხლები. ეხლა კი შეიძლება გამოუშვან. გამოუშვან არა ვირის და ოფეხი. დურაკი ეს შენი ლექსო და ტერორისტი. გამოუშვებენ. ო, ეს რა, იგითხრეს რევკომში. არა, არავის არ უთქვამს, უბრალოდ ასე მგონია. რატო მოხდა რევოლუცია? იმიტომ რომ გააყალბეს არჩევნები. ვინ გააყალბა? სოსოეგაძეებმა და მისნაირებმა. პირველად ვინ ამოიღო მაგათ წინააღმდეგ? ხმა, ლექსომ, ხმა კი არა. რევოლვერი ამოიღო. ხო და გამოდის რომ პირველი რევოლუციონერი ლექსოა. დღეს ვინ გააჩერებს რევოლუციონერს ციხეში? ამიტომაც მგონია რომ გამოუშვებენ. ესაა ლოგიკა და დედუქცია. გამოუშვან ბატონო, მე წინააღმდეგი კი არა ვარ. მაგრამ უკეთესი იქნება ეს ლოგიკა და დედუქცია გაუხსნელ საქმეებს მოახმარო. დიახ ბატონო. დიახ ბატონო გივი, გენო ვარ. არის. მოვდივართ. წავედით. იარაღი წამოვიღო. აბა რა უნდა ქნა, საკეიპოდ კი არ მიმღავხარ. აუ ვიწერე. Дайте. Давай, бичо. Давай.
რა ხდება მას ხატამად? ორი ტრუპია დავიდოვიჩი. გივი. არაფერი არა, მგონი რბილშია მხოლოდ. გადარჩი რა ალექსანდროვიჩი. გადავჭირე. დავჭი. მაგრად გადავჭირე. დამტოლია? რა მოვიდა? არაფერი ისეთი. ეს ნახეთ. ამათ საიდან ქონდეს კვალი? რა მოკლეს? არა, გადავჭი რა. რა არის კაცო ეს? 3 წელია მე ტრაილს ველდები. გამაგებინეთ ერთი ვინ მოგცა ამ ოპერაციის ჩატარების უწოდება. რატო ყოფ წვიფს იქ სადაც თქვენი საქმე არ არის? ვაი თქვენ პატრონს უბედურს. ეს ვიღარ. Koşkara. შენი მოვიდა დედიკო შენთან მოვიდა ჩემთან არ მოსულა სანამ ცოცხალი იყავი ბეხი არ შემოუდგამს არ მაპატია შენი გაჩენა დედა რატო არ გვდები ნუნუკა მე რატო არ გვდები კარგი ირმა, კარგი ცოლი. აი, მე შორიდან ეხმარებოდა, ყველაფერს უგზავნიდა, არაფერს არ აკლებდა. მაგრამ აქ არ მოდიოდა. რა ვქნა ნუნუკა როგორ ვიცხოვრო, რა ვქნა. რატო მაშინ არ მომკალი, ახლა ხო ბედნიერი ვიქნებოდი, მიწაში რომ წოლილიყავი. ლიგუშა არც დად გამოვდექი და არც დედად. რატომ ქვეყანა არ დავაქციე, როდესაც პირველად პლანი უპოვნე, რატო? შენ რა გქია? დათო. როგორ მოხდა? მე არ ვიცი. სკიფომ ნახა პამა. ოფშიშიტი ის პადვალში. სამივენი უკვე მკვდრები იყო. ვინ სამი? ქუცუნა დობერმანა და არტურა არუთინოვი. ესე იგი უბანში სამი მკვდარია. ეგრეა. შენ სკიფო ხარ არა? კი. იცოდი რომ кайფობდნენ. იმ დღეს არა, მაგრამ ვაფშე კი. წამალი იყო თუ კალიკი? წამალი. სასრაფო მრავო. ან პერედოზი როკა, ან სუფთა არ იყო. სუფთა არ იყო არა. და წამალზე ვინ დასვა? არ ვიცი ნიკუშა ბიძა. შენ რა იცი ჩემი სახე? ხშირად გახსენებდათ. მაგარი ბიძა მყავს. ნახდათ არის ვინ დასვა წამალზე? არტურა. შენთან სალაპარაკო გვაქვს. შენს кайფობ? არა. ერთი ორჯერ მაგასინჯო. წამალს ვისთან იღებ? არ ვიცი. ნუ გეშინი არ დაუბრიდავ. არ ვიცი. ხელს მოაფარებ, თორე შენ დაგჟი იმის მაგივრად. მე რაზე ნიკუშა ბიძა? იმიტომ რომ შენ საქმეში ხარ ბარეგასთან ერთად. არა დედას გეფიცე. ბოლოჯერ გაფრთხილებ, მეხმარები თუ არა? კი. რა ქვია იმ ნაბოზვარს? რუბენა ყალიჩავა. ძალიან კარგი. საღამოს ჩამოდი, დამჭირდები. რომელ საათზე? 9-ზე. უხსვენი. რა ხდება, რა უბედურება. Okay, Mr. Nori.
Congratulations to Mr. Mombasa. Thank you, guy. Okay. See you. Bye-bye, Mr. Bwana. რა შავია კაცო. გამარჯობა. გამარჯობა. ბატონი გენო შავდია ბრძანდებით, არა? კი ბატონო. ნურიც ეშվածე. კეთილი. თუ კაცი ხარ მითხარი, რა საკონსულო, რა მოგასაო? რესპუბლიკა ბოგასას საკონსულო საქართველოში. ერთი თვეა რაც გადმოვედით. აჰა. სად არის ენა? აფრიკაში. იცით რა? აი ამ ჩვენი სადარბაზოს პრობლემებზე მინდა დაგელაპარაკო ბატონო ნური. სადარბაზოს პრობლემებზე. დიახ. კი ბატონო, მობრძანდეთ. მაგრამ ასე ბარგი ბაყანით სირცხვილია ხალხი რა სიტყვის. არა უშავს, მარტო ვარ ახლა საკონსულოში, მობრძანდეთ. აი, შემოვა. მაგრამ მაგარი ნიღბებია. სიგარას ხوارინებებ, ბატონო გენო. კი ბატონო. კუბურია? არა, ბოგასაში უშვებენ. 10 წელია რაც ტექნოლოგია აითვისეს და ბაზარზეც აგრესიულად გადიან. ხო კარგია? ხო შეანია. დაბრძანდეთ. ბოგასამ როგორ უნდა გვაჯობოს ამის დეტავადირი. კონსული ზანგია, ხო? არა, აბა? მე ვარ. როგორ კაცო? თქვენ ახართ კონსული? საპატიო კონსული. ვა! მაგრამ ეს თითქმის ერთი და იგივეა. მოსკოვში ელჩთან მქონდა რამოდენიმე შეხვედრა. მე რაღაცეებში დავეხმარე კიდეც. დაუწმა კაცი და მე თავისთან ბოგასაში მიმიწვია. ვა, მერე? წავედი. სხვათა შორის ძალიან საინტერესო კაცია. იქაური პრეზიდენტის დიშვილი ყავს ცოლად. სასწაული ქონების პატრონია. მოკლედ, საქართველოში ბოგასას საკონსულოს გახსნა შემომთავაზა. ასე იყო ეს ამბავი. ო, თქვენ რაღაც პრობლემები ახსენეთ ბატონო გენო. ასეთი საინტერესო ამბების მერე მერიდება კიდევაც ამ ჩვენ ბინძურ სადარბაზოზე საუბარი. არა უშავს, ბრძანეთ. ეს სახლი რო აშენდა ჩემო ნური, აქ სულ სხვა ხალხი ცხოვრობდა. კულტურული, განათლებული, რაც თავარია შეგნებული. ახლა ძველებიდან დავრჩით ჩვენ, გეგუჩაძეები და ხუნჯუები. გაფუჭებული და წუწურაკი ხალხი დგაებს სახლი. ხომ ხედავთ პადიეში რა ხდება? ფსალში მიხჩობით კაცო. ვეუბნები ხალხო, შევაგროვოთ ფული, კარებს საკეტი გაუგეთოთ, დამაფონი დავაყენოთ მეთქი. მარტო 3 ოჯახია თანახმა. ბატონო ნური, იქნება ვერჩი დაგვიდგეთ და გავაკეთოთ ეგ საქმე. თქვენს უფრო დაცული იქნებით და არც სტუმრებთან მოგვეჭრება თავი. ჩვენ თუ არ მივხედეთ ჩვენ თავს, კაცი შვილია რა პატრონი. რა სიზამ, უჭირს ქვეყანას. ხო და ასე გაუჭირდება სანამ უტვინოთ ვიცხოვრებთ. ბიჭო, ერთის გაკეთებას რო ვიწყებთ, 1000 უკვე გაკეთებული უნდა გავაფუჭოთ. სხვანაირად არ შეგვიძლია. ეროვნული მოძრაობა იმით დაიწყო, ჩვენ სადარბაზოში ლიფტი გაზარცვეს. მოტორიდან სპილენზე ამოიღეს და წაიღეს. მერე ლიფტი საერთოდ გააქრეს. აი მის შემდეგ დავდივარ ფეხით. ვის არ მივმართე, ვის არ ვთხოვე, ვის არ მივწერე, არაფერი გვეშველა. არა, ეს მოფსმა რაღა უბედურებაა, კაცო. აქაო და თავისუფალი ქვეყანა ვართო. შეიძლება სადაც გინდა იქ საკაცმა, ამას ბავშვები უყურებენ და იგივე საკეთებენ. აყროლდა ქვეყანა, კაცო. ვარდებიო რო გავიძახით. რომელი ვარდი და დემოკრატია გაიხარებს ფსალში შემობადონა. მართალი ბრძანდები. არა, ლიფტთან დაკავშირებით თქვენ ვერ შეგაწუხებთ. პირველ სართულზე ხართ მაინც და. რატომ? ეს ჩემი სახლიცაა. აქ ცხოვრობ, აქ მუშაობ.
როცა საერთო საქმე კეთდება, მეც ვალდებული ვარ მივიღო მონაწილეობა. ახლა შენ აღმერთმა. ბატონო გენო. დიახ. თქვენ პოლიციაში მუშაობთ, არა? ჯერჯერობით კი. ჯერჯერობით რას ქვია? ჩემს ასახში ინგლისურის მსავლელი მე არა ვარ. არადა ვინც ენა არ იცის, იმას უშვებენ სამსახურიდან. ეხლა ინიაზი თუ არა გაგდამთავრებული. ისე პოლიციაში ვერ იმუშავებ. ასეთი საკადრო პოლიტიკაა ჩემო ბატონო. ერთი ჩემი მეგობარი ბიზნესმენი ჩამოდის ამერიკიდან. თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრებით არის დაინტერესებული. საზღვარგარეთ უნდა გატანა და გამოფენების მოწყობა. მე მგონი კარგ საქმეს აკეთებს. ხოდა ამ კაცს დაცვის აყვანა უნდა. არის ჩვენთან ასეთ სამსახურები. გარკვეული მოსაზრებებით ოფიციალურ სტრუქტურებთან არ უნდა საქმის დაჭერა. არენდობა და იმიტომ. აი თუ თქვენ თავზე აიღებდით გამოცდილი და სანდო ბიჭების შეკრებას იდეალური იქნებოდა. ის კაცი კარგად გადაიხდეს. გააჩნია რამდენი ობიექტია დასაცავი. სახლი, ოფისი და საწყობი, სადაც ნამუშევრები შეგროვდება. თქვენი გამოცდილება და კონტაქტები ძალიან გამოგვადგება. პლუს თქვენი სამსახურეული მდგომარეობა, რა თქმა უნდა. არ არის ეგ ცუდი წინადადება. როდის ჩამოდის? 2 დღეში. შეგახვედრებთ და მოილაპარაკეთ. მაგრამ მანამდე კარგი იქნება თუ თქვენ ხალხთან უკვე შეთანხმებული იქნებით. კერძო ფირმის დარეგისტრირება არ გაგიჭირდებათ. ვეცდები. კარგით. ბიჭებს რო დაელაპარაკებით, დამირეკეთ. კი ბატონო. ჩემო ნური, ბათუმში სამთავრობო დაცვის უფროსი რომა ხასან ცეცხლაძე თქვენი ნათესავი ხომ არა? არა. თახვამდის. კარგად იყავით. Всё. Хвала птаца. Аккордс. Დავედით. ამაღამ ცოლს უშვებს სანტრედიაში. მარტო იქნება. ნახდათ? კი, ქალს უთქვამს მეზობლისთვის. შვილები ყავს. არა, იქ ყალიჩავა უშვილოა. პირველ ცოლთანაც არ ყოლია შვილი. მე მაგიტა უნდა ბრიდოს ხის შვილები. წავედით. დაანცლი კაცი. თორიკა გასხმებინე თორი. დააღე. არა მოფარა? სამი ბიჭი მიწაში ჩააწვდა და ეხლა კიდე იგულავ რა? რა? ბრაგიტა. ფული შენაბოზარო, რა უნდა მინდოდეს? გამოდის უჩხაში 100 ლარია წაიღე. 100 ლარი შენს ბოზმამიდას გავუგზავნე. დასაფლავების ფულის არ გინდა გადაიხადო შენ. იდარეს ბუხარში რკინის კლეთ გამოიღე. ორი კუსოკია იქ. მეტი ნახდათ არა მაქვს. ოღონდ უთუ აღარ დამატო. უთუ აღარ დამატო. უთუ აღარ. მე მეზობელი წყავს გაუთხოვებული. მან ქალია. დანარჩენი სად არის? რაც არ უნდა გამოტყავო მეტი არა მაქვს. ვისგან იღებ წამალს? მე არ ვიღებ თვითონ მოაქვთ. ვის მოაქვს? ვერ გეტყვი ბიჭო მომკლავენ. თუ არ მეტყვი მე მოკლავ. რა ვქნა ბიჭო რაც მოაქვთ იმას ყვიდი. იმ საწყალი ბიჭების ამბავი რომ გავიგე ღამ გავგიჟდი მაგრამ მე რა ვქნა მე რა შუაში ვარ. რა შუაში ხარ და ღორი ხარ და ჩათლახი. ვის მოაქვს მეთქი წამალი? დროზე თორე ამუთოს პირში ჩა.
არაფერი მიხარო, თორე გაგათავე ვინ არის? არ ვიცი. როგორ არის მაიაკი მოხსა შეშემისა? კი, ხო. გაიცი პასუხის რო ხმაზე არაფერი შეგატყოს. ახლავე. მოვდივარ. რა ხდება? შემოbrunde ბიჭო. კოშკა შენ ახარ? რა გული გამიხედი? ბაშკირა ვარ, ვერ მიცანიტო? ხო, ბაშკირ. აქ რა საკეთე? რავი, შენ როგორ ახარ? წამლის გაყიდვა დაიწყე ბიჭო. რა წამლის გაყიდვა? მე პროსტა პოჩტალიონი ვარ. ხოდა შენმა მოტანილმა ფოსტამ სამი ბიჭი გააგურა. აუ, ერთი შენი დიშვილი იყო რა. ოხ, მე მაგათით დედაში. ვისაგინებ, ან რა პირით აგინებ, საკუთარ თავს უნდა აგინო ბიჭო. კოშკა ბოზიშვილი იყო, მე მართლა პოჩტალიონი ვარ. მე როს არ გავაკეთო ერთ გოგოს, მაგრამ დაერხევა. მე კიდე არ მინდა რომ დაერხას, გესმის? წამალი ვისია? კარგი. ხელები გავუხსენია მნაბუზრს და ჩულანში ჩაგეტე. დავარი ვისია ბაშკირ? ერთი ჩათლახი მასტია. თემურა გოშაძე. ვინ არის? მაგარი წევნი ტიპია. ჩეჩნებთან და აჭარლებთან ერთად ჩალიჩობს. რამე რო იყოს საკუთარ დედას გაყიდის ეგ ახوار. ისე მაგარი შემზრეულია. სკრომნად ცხოვრობს. კივირში ატყობ ბარიგაროა. გინდა დავლიოთ. მაგარი კონიაკი აქ ამნა ბოზარს. არა. შენ რა საქმე გაქვს მაგოშაძესთან? აუ, ჩემი ძმა რო ცოცხალი იყოს, ვადა. მაგოშაძის ტრუპს დიდი ხანია მინგეჩაურში არ ჩაიტანდა მტკვარ. მე სხვა რამე კითხე. კარგი გაგიასნებ. კაროჩე ერთი გოგოა, აკადემიკოსის შვილია რა. ხოდა მაგთემურამ ჯერ წამალზე შესვა, მერე გააბოზა. არა და იცი რა გოგო იყო, მაგარეთო, ლამაზი, ჭკვიანი, კარგად გაზრდილი. მოკლედ ყურებით ყავს დათრეული და წამალზეა ჩალიჩებს. ეგეთი რამდენი ყავს კიდე? თვითონ არსად არ ჩანს აზე ხარ. თან სულ კაი ოჯახის შვილებს არჩევს. ეგ გოგო რა არის შენი? სკოლიდან ვიცნობ. კაროჩე მე მთხოვა დავხმარებოდი. უარი რომ მეთქვა მაგრა დაერხეოდა. ხოდა ავდექი და მეც ამ რუბენ აყალიჩავასთან დავაკავშირე. მაგოშაძეზე უნდა გამიყვანო. ეგ მაგარი გასაწესი და დასაშლია. მაგას ჯობია დაბრიდო, ძმურად გეუბნები რა. ან დაბრიდი, ან თავი დაანები. რა უნდა გავაკეთო და რა არა მე თვითონ ვიცი. შენ ეს მითხარი ჩემთან ახარ თუ არა? აუ არ გეწყინოს პირდაპირ გეტყვი რა. შენ შესას გაისწორებ და წახვალ. მე კიდე აქ ვჩები ძმაო. მე როდის ყოფილა რომ ახლობლები დამიკიდებია ბიჭო? რა არის არ მენდობი? რას ამბობ კოშკი? ვატას მაგაცი ჩემთვის ხვაზე ხარ არ? კარგი. განახებ მაგოშაძეს. ხოდა ძალიან კარგი. ეხლა წავედით აქედან. საქმედი ხარ ბაშკირ, გამოვიშვი აქედან. გამოვიშვი ნაბოზარი თორემ ცელსალს გააღვიძებს. კიდე ერთი ძალიან ლამაზი გოგო რა ჭირს ამ სერიალს ბიჭო? რა ლამაზი. ვინ არის? მე კი ბაშკირა ვარ, გამეზე. გაიცანეს კოშკა. მიგუშ. ეგი ვინ არის? დაიძინე ჩემთან არიან. შემოვიდეთ. შემოვიდეთ.
რაზე იმოვთ? არაფერს. საქმეზე ვართ მოსული. ამ კაცს რას ვერ შეთორე კიბეზე უნდა დამეშვირა. ვერ გავიგე, საქმე აგიტყდება ხოლმე შუაღამეზე. ხურუშიანი ხარ? თქვენთან ბოდიშს მოვიხდი. ნიკუშა რა? მოდი ჩვენ გაცნობას გამომარჯოს. ის ტიპი ვინ არის ბიჭო, ის დაიყვია. შენ აქ ყველად არ მოხვიდოდი. წამალი მინდა. ამა ფასი გითხრა? ეგ არ არის პრობლემა. უბრალოდ შენ მაგდენი არ აქვს. და შენ რა იცი მე რამდენი მაქვს? მთელი პარტია ჭირდება. და მაგდენი ფული გააქვს? თემურას უნდა შეახვედრო. ფული, თემურა, წამალი, ბაშკირა. მე სიზღებით სულ ყველა. გული მერევა თქვენზე. ყველანი დამპლები ხართ. დამპალო. ნუ ხასვავ რა შეჩემისა, ისედაც განგრეულ კაიფში ხარ. მიდი რა შეჩმორო შენ. რაო ნიკუშ რა მინდაო? მე უკვე გითხარი რაც მინდა. ბაშკირა ჩემი პარალელური კლასელია. და მთელი ცხოვრება უნდა რომ გამშიმოს. მაგრამ აი და შენ რა გინდა? პარივაიტი გინდა? სიცხელი ადამიანო მესოფლებს წინა. გავყარე მეზობლებს. რამდენჯერ გითხარი ნიშნავდი ხარ მეთქი ჩემს ოთახში. მე ვინ არის ეს ხალხი? რა ხდება გამაგებინე? რას გევხარ? ბაშკირავა, ზიანოდა. ეგ არ არის შენი საქმე. წადი დაიწინე. წადი! წადი! მიდი ეს წყალი მოუტანე რა. ამოწე გინდა? მამა შენი იყო? ხო. დაი კაცი ჩანს. იაძაშიგია. დუბნაში მუშაობდა. არიო? ახალგაზრდა გოგო. რას უშვები თავს? კრესტი გაცხოვრებაზე დასმული. წამალი გინდა რა? ხო. ბევრი? ხო. თემურას თუ შემოხვედრი 10% შენია. თემო მე ვარ. გეძინა? არა, არაფერი. შენი ნახვა უნდა. სერიოზული ხალხია. ხო და იმიტომ გირეკავ რომ მე მაგდენი არა მაქვს. რა გაყვირეს? გეუბნები სერიოზული ხალხია მეთქი. ნუ იგინები. ნუ მაგინებ, თორემ ერთხელაც იქნება ყორივი ჩაფხავ მაგ შენ ორანჟერიაში. რაო? უარს ამბობ შეხვედრაზე. რა ორანჟერიაო? რეკრეაციისთვის ბოტანიკურ ბაღში მუშაობს დარაჯად. ორანჟერიაში ძინავს. დამპალი. მოკლედ, რამდესაც გინდა იმდეს მოგიტან. ოღონდ შეხვედრით ვერ შეგახვედრებ. ვიღაცები დაბრედილა მაგის წამლით და ეშინია. დაიბრიდებოდნენ, აბარა იქნებოდა. მე მგონი იცი რას აკეთებს? გერაინში თაგვის წამალს ამადებს. რა თაგვის წამალი, რას ბოდავ. მართლა გეუბნები უბანში მითხრეს.
აი ეგეთი პატარა პაკეტები ყოფილა, ვირთხა ახატია. ამატებდა 1 გრამის მაგევრად 2 გრამს ებულო. რა ფულია? კარგი, მეგი წავედი ჩვენ ახლა გვიანია და ამ დღეებში დაგირეკო. Извини, Никуша, ხო ხედავ გიჟივით ავარ. კარგი, დაიჭირე. არ გაინძრე გოშაძე დარჩი ადგილზე თორე გაგას ხმევინე ტვინი. აი ახლა ნელ-ნელა შემოტრიალდი. რა გინდა? სალაპარაკო გვაქვს შენთან. შენ ბაშკირა რა ხარ ბიჭო? მიდი რა. კარგი. ვილაპარაკოთ. შენი ტავარით 3 ბიჭია მკვდარი. რომელი ტავარით? ყვავილებით? რა გცილი შენ აბიჭვარო? ბიჭო შენ ტრუპი ხარ იცოდე. ერთ შენ გამაგებია რა გინდა? მე არაფერი არ მინდა. იმათ ოჯახებს პადესიტისშიც მისემ. აჰა. ესე იგი ტრიცად ტიში. ო, შენი ბარიგა დედა შევეცე. ბებია შენი სადგინდა. ვაშე ფიდარასტოში. მოხოდი ჭკვაზე შეახმარო შენ. რაპორსვა. გაგალაპარაკებს პოზიტრიკა. იმ შენი პრინცესა შენ უნდა გიხმარო. შუმა ცოტა ნარკამანკას კითხე როგორია. სიამოვნებისგან იქოთაძედი შენ უნდა გასიამოვნე. შუმა ცოტა ეს რა ბიჭო? რა ქენი ბიჭო? დავაი ახლა აქედან. დავიდოვიჩ, ხო გამختარი იყო ეს ლექსო არა? ეხლა უფრო მაგრა გამختარა. ცარიელი ძვალი და ტყავია დარჩენილი. შეგეცოდება. და უჭირს ალბათ ციხეში ყოფნა. ხო, უჭირს კანეჩნა. იცით როგორ გაუხარდა მე რო დამინახა? გაიხსენა ძველი ამბები. თქვენ და ბიძინა მოგიკითხათ. როგორ არიან? ხო, მართლა, სად არის ეს კაციც? ვრეკავ სახლში არავინ არ არის. მობილურზე ვრეკავ, გათიშული აქვს. სად არის? სადა აქვს ბიძინას ტელეფონის ფული, ეტყობა გამოურთეს. არა და პაზარეს მჭირდება რაღაც. ჯო, რანაირი კაცია, არც დაგირეკავს, არც მოგიკითხავს. სად ჯადაბაშია, თბილისში ანედა? მე ვიცი სადაც იქნება. სადა? ნათესავებთან იქნება კახეთში. ერთი პატარა სოფელია საგარეჯოსთან. მიაგნებ? მივაგნებ. აი, ხვალ. აა, ზეკ, აქ უნდა იყოს. გასაგებია, დავიდოვიჩ. ესე იგი, იმიტომ თქვა რომ შუაში იქეიფებენო იფიქრა და? კაცო, გათამაზე. მე არ მესმის და იქნება შენ ამიხსნა. ეგ ვარდების რევოლუცია, მე თუ მკითხავ, ლექსომ წამოიწყო. ეგრე არ არის? კანეჩნა დავიდოვიჩ. არა, მითხარი, ეგრეა თუ არა? ეგრეა დავიდოვიჩ. მერე და რატომ აჩერებენ ამდენ ხანს ეს ოჯახქორები ციხეში, ბავშვს? მე რა ვიცი. მინისტრი ახალი კაცია, მოადგილეებიც. ეტყობა ჯერ ინფორმაცია არა ამის. ამ გივისაც ეს ამბავი ეხლა შეემთხვა, თორე რაღაცას მაინც აიჩალიჩებდა. ბიჭო, ეგ სეიფი არ გაგიხსნიათ? არა. რატომ? გასაღები ვერ ვნახეთ. გავტეხავ. რა კაცი მოვიდა? გამარჯობა. რა ხდება ბატონო გენ? გველობა. ადმინისტრაციამ დაგვირე გამდილი. წამო შენ თვითონ ახ.
რა არის რა ხდება კაცო? შეიძლება ერთ კვირაში 4 მიცვალებული? იქეთ რა გაირგვა? 3 ბიჭია მკვდარი. სულ ახალგაზრდები. სამივე ერთი და იგივე სახის ნარკოტიკითაა მოწამული. და როგორ იღუპავენ თავებს ეს ლაწირაკები? აბა. რეზო თუ ძმა ხარ მიდი რა კარგად დაათვალიერე აქაურობა. დავიდოვიჩ, ვერაფერი ვერ ვნახე, სეიფი უნდა გავტეხო. აბა ეს ნახე. ჯიბეში ქონდა. მოდი ერთი ნახეთ. დანიშნულების ადგილი გამოაშკარავებული. მე გივინსკი რომა საიდან იცოდა იმ ტრეილერის ამბავი? მეც ეგ არ მიგვირს, მაგრამ ფაქტია რომ იცოდა. და მე რაც ხნა გიცი. და ჩვენმა სპეცსამსახურებმა რაო? რაო და ლადო წავიდა უშიშროებიდან, ლადოც და მისი განყოფილებიდან კიდევ 2 თანამშრომელი. და გივი, როგორც ხედა, იმის ნაცვლად რომ დაესაჯათ, ორდენზეა წარდგენილი. გაგიჟდება რა კაცი. თუ ზმახარ ერთი ამიხსენი, რა არის და რას ნიშნავს? რას და ბარდაკს და არა პროფესიონალიზმს. რას უნდა ნიშნავს? აბა აღარ ყოფილა ჩვენი საშველი და ეგ არის. ნუ ჯერჯერობით ეგრე ჩანს და მე ვნახოთ. რა ხდება სოფელში ზახარიში? როგორ შეხვდა ხალხი ამ რევოლუციას? რა არის? ხალხს დიდი იმედი აქვს შემოგენო. და ამათაც თუ არ გაამართლეს, არ ვიცი რა მოხდება. უნდა გაამართლოს. თუ არ გაამართლებენ, დაიღუპება ეს გვევანა და ეგ არის. ბოლოს და ბოლოს ცოდვა ეს ხალხი. გამარჯობათ. I told you about this guy. Exactly. Mike Stepton, American businessman. Glad to meet you, sir. კეთილი ჩემო ბატონო. ყოფილი ოპერმუშაკი მაიორი თაბაგარი. სასიამოვნოა. I'm Mike Stapleton. Very nice to meet you, my friend. Sit down, please. Thank you very much. Thank you. What kind of beer is this? არა,
მაგდენი ინგლისური ნამდვილად არ ვიცი. სიდაუ, პლიზ, და მორჩა. არა, ლუდზე გეკითხებათ ბატონო ბიძინა. აი ლუდი. მოგხედე, გენაცვალე, კიდე 2 ლუდი. ყველა წუხდებით ბატონო გენო, ჩვენ მალე უნდა წავიდეთ. ესენი საქმის ხალხია და ჩვენც მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. კი ბატონო. ესე იგი ბატონი ბიძინა ის ადამიანია, ვინც მაიკლის დაცვას უხელმძღვანელებს. ეგრეა? დიახ. კერძო დაცვის ფირმა უკვე დარეგისტრირებულია. ესე იგი მე თქვენთან მაქვს საქმე. დიახ. ოღონ ჯერ უნდა მითხრათ რა ობიექტებია დასაცავი. ესე იგი რამდენი კაცის აყვანა იქნება საჭირო. და კიდევ რა თქმა უნდა მაინტერესებს რა თანხის გადახდა შეული ამ პატიოსან ადამიანს. გადახდით იმდენს გადაიხდეს რამდენი საჭირო იქნება. დასაცავი ობიექტი კი 3-ია. ბინა სადაც იცხოვრებს, ოფისი და პატარა საწყობი. არა, იცით რა, ასე პირდაპირ თქვა შემიძლია. ობიექტი ადგილზე უნდა ვნახო. და გარდა ამისა მაინტერესებს რა საქმიანობს ეს კაცი. მე შინია რომ სიბერეში ყაყაში არ ვტუცო. სამართლიანი მოთხოვნაა. მაიკს ძალიან უწყინარი ბიზნესი აქვს. ერთი ამერიკელი კოლექციონერისათვის უნდა იყიდოს თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრები და გემით ბათუმიდან გაიტანოს. აქედანვე შევთანხმდეთ. დაცვის ფუნქციაში ტვირთის გაცილება შედის. რასაკვირველია ბათუმამდე. რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. ობიექტებს მოდის ვანახებთ. ზეგურ საათზე ჩემო ფიში მოგზავნეთ. ბატონმა გენომ იცის სადაც ავართ. ბატონო გენო რა ვქნა? კიდევ ერთხელ უნდა შეგაწო. რაზეა ლაპარაკი? თუ შევთანხმდით, მაშინ წავალჩე. ნუ არ მიირთმევთ კაცო. არა, ძალიან გვეჩქარება. წავედით, მაიკ. Okay, წავედით. It was a pleasure, gentlemen. აბა დროებით. დახონდის. არა იმ კაცო ლუდი და არ მომწონს რა გენოცოდა ეს ამბავი მე. რატო კაცო? ჯერ ერთი თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებს რა დაცვა ჭირდება. რა ვიცი, ხელოვნების ნიმუშებია მაინც. გაიწვევს მახარ, მაგისანა ნიმუშები ყრია ეგერ მშრალი ხიდის ქვეშ. თუ გაგიგია ვინმეს რამე მოეპაროს. და მე კაცი არ გავს თბილისში ახალ ჩამოსვლას. რაზე შეატყვა? ლაპარაკზე. რაღაცა სიტყვები უსწავლია. აი რა კაცო, ნუ ხარ შენ ეჭვიანი რა. პროფესია მაქვს ბატონო ასეთი. კონდა. კი ბატონო, მქონდა პრივიჩკა მაქვს ასეთი. ნუ დალევნეც. რატო? დღეს უფრო გენუდება. რას უფრო გასა? დღეს ლექსოს უშვებენ ციხიდან. აი ეგრეა ის ბატონს. ეს ამერიკელი ჯიგარი მაყუცი ხდის. თანაც ხოშიანად. და შავდი ესკანდურაში რა სიხდიან? ერთი სახინკლის პულს რა, დიდი 2. თანაც თვალებში უნდა უყურო, ამ ჩემი ზემს რო არაფერი ეწყინოთ. პაშლი მჟოპუ. ჩემი ახალგაზრდობა და ჯეელობა, მილიცია, პოლიცია შევალია. დამჭა რამე ხელში. არის ეხლათ რამე? ხვიშტი. ახლა კაცი ვარ. მინდა დავიზინებ. მინდა ვიფხიზლებ. მინდა ტელევიზორს ჩავთავ. მინდა გამოვცავ. როგორია? მაგარი. ეხლა მომისმინე? ხო ვართ ვედეში ძველი ნაპარნიკები? ვართ. მერე? რა მერე? არ უნდა გავაგზავნოთ ექსად. როგორ? როგორ ბიჭო ისე ერთად უნდა ვიყოთ. მე უკვე ველაპარაკე ამ ჩემ ამერიკელს. მე ვთქვი ძმაო, აქ ეგრე არ არის, კაცი მჭირდება მეთქი. და მერე რა? არაფერი. პაჟალოსტო. მე ვთქვი იცი რა კაცი მოყავს, ძველი ნაპარნიკი, ოპერი. ამერიკაში ნასავლით ხო? და მერე მეც ესე უნდა ვიდგე პოსტზე? რატო გასო? რა პოსტზე? მოადგილეთ აგიყვან, ჩავეხეთქოთ მე ამ სავარძლებში და ვილაპარაკოთ. რა ცუდია? არა. არა, მე უკვე ველაპარაკებ ამაჩებს გერმანიაში. უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია, მივდივარ რა. აუ, ლექსო რა, ეხლა ამ გიტარასავით აწყობილ საქმეს ნუჩამიში. არ შემიძლია აქ რა, არა. ვა. შეიძლება ჟელეზად გადაწყვიტე? ხო. და
ესე იგი ეგრეა საქმე, კაცო? რა ვქნა ბატონო მეძინა? ისინი ცოდოები არიან, ნერვიულობენ, ხო? დეჩებს ჩემს გამო წნევები დაეწყო. მირეკავს ჩამოდიო ტირის. თქვენ ჩემ ადგილას ასიზავდით. რას ვიზამდი? რას ვიზამდი და დიდი ხანია იქ ვიქნებოდი უშე. ხო და მაშინ ნუ გამამტყუნებთ. არა, ზოგადად არ გამტყუნებ, კაცო. просто მინდა ერთად ვიყოთ, აი. უნდა წახვიდე, აბარა. ახალგაზრდა კაცი ხარ. რამე სხვა ხელობას ისწავლი. ხო ხედავ ამ ჩვენ საქმეში არაფერი არ ყრია, ხეირი არ არის. Hi there. How are you? Take this and give it to him, all right? And tell him as I told you. And also, I said not to bring anybody around, those strangers. What's happening here? All right. ბატონო ბიძინა. ბატონმა მაიკლმა გთხოვეთ ამ ადამიანთან მივიდესო. მიხვდებით ალბათ ირაკლი უთურგაიძე, ნუცუბიძის 11, ბინა 15. კი, გასაგებია, გასაგებია. მაგრამ ვინ არის ეს კაცი? რაღაც ნივთი წაუღია ჩვენგან და არ აბრუნებს. გთხოვათ რომ მიხვიდეთ და გამოვართვათ. კი, მაგრამ ხო უნდა ვიცოდე რა მომაქვს. მე არ ვიცი. კაი, გასაგებია. და კიდევ ერთი, ოფისში უცხო ადამიანები ნუ მოხავსო. გიჟი, ეხლა ეს ჩემისა. ლექსო აუცხო კაცო. ჩემი მოადგილე უნდა იყოს. გასაგებია, მაშინ ასე გადავცე. კაი, გასაგებია. გაატრარა. ესეც პერუეს ადამიანი. უთურგაიძე. ეჯო. ხორცა მოყოლე. არა. ზავზავრა. ჰა? მოდი იცი რა. მე მოადგილეთ არავის არ დავნიშნო. დაგელოდები. რა იცი რა ხდება? როგორ უყურთ ბიჭო ბიძინა? ადვოკატს მოგცემ მე შენ. ადვოკატი კი არა, მამაზე ციერი ვეღარ გიშველის. სამი ანგელოზივით ბიჭია მკვდარი შენი წამით. თქვი ვისგან იღებთ წამალს? თქვი სანამ ამაზი ხარ. რა კიდე გათვალა რატომ აწამებ? ალიჩავა. რობენჩი. შენეთყობა არ იცი რა არის სამება. აბა ეხლავე შეეშინ მაგ პროვოკაციებს. და თქვი ვისგან მოქონდა ეგ ჰეროინია თუ რაღაც ოხრობა? კარგი რა უფროსო მე თუ არ ვიცი წამება რა არის აბა ვინ იცის? შენ ეგ წამება გონია შემართლა გათახსირებულო. შემართლა პროვოკატორო შენა. ვისგან მოქონდა საწამლავი? რა საწამლავი პატივცემულო რის საწამლავი? გერაინში რო თაგვის წამალს ურავდი პრიხოდის გასაძლიერებლად. თელმა უბარმა იცის. კარგი რა უფროსო მე რას ურავდი ნარკოტიკის მე რა ვიცი? პაპიროსაც არ ვეწევ. აბა ვინ მე ხელს თუ მირწყავ ტკივა ადამიანები არა ხარ უთხარი რა პატივცემულო. ვის დასწინი შენა ბიჭო? შენ მე ვიგონი. აკამაზე. გეგო. ვერ ხედავ დავიდოვის სიაფრანგებს. რა ტკივა ერთი მაჩვენე? თქვი რა ტკივა? დამწვარი მაქვს და ტკივა. აბა მაჩვენე ერთი. აჰა. აჰა. რა არის კაცო ეს? დამწვრობა. ვიღაცას დაუთავებია დავიდოვიჩი. ვინ დაგაუთავებია? არავინ. მე თვითონ საროჩკას ვაუთავებდი. ხო გითხარი დავიდოვიჩი დაგცენის მეთქი. ალიჩავა, მოყევი ახლა ყველაფერი, თორე იმ ხელას სტროქს მოგარჩობ. შენი პანაშვიდების ზონაში ჩატარდება იცოდე. არაფერი გიშველის. მორჩა შენი კრიშების და ფარველების დრო. იცი რა მხელაუთო მაგ შკაფში. გინდა გამოვიღო? გინდა? მომისმინე რუბენჩი. ახლა 100-ია თუ ისია. აი ყველა ვარიანტში დაჭერილი ხარ. გულწრფელი აღიარება. ძიების სასარგებლო ჩვენების მიცემა. შეამსუბუქებს სასჯელს. აი ამის გარანტიას მე გაძლევ. პატივცემულო მომკლავენ ბოზობისათვის. მომკლავენა. კი მაგრამ იმისი არ გეშინია გარდაცვლილი ბავშვების ახლობლები ციხეში რომ გაგასაღებენ. აი ამ შემთხვევაში მე ვერავით არ გარანტიას ვერ მოგცემ. ანდა ამ ხელა ცოდვა რო დაიდე კისერზე. არ გაწუხებს? არ გწვენია? სახელმწიფოს რატომ არ წვენია რომ პენსიონერი კაცი იძულებული ვარ ვიბარიგო? აბა კონსოლს წამალიდან საჭმელი რომ უყიდო. მე რამ რჩება? არაფერი, კაპიკები. ყველაფერი იმ ბაშკირას მიაქვს. ვინ არის ბაშკირა?
უბნელია, ტავარით მამარაგებს. სახელი და გვარი არა აქ მაგ ბაშკირას. რა ვიცი მე ყველა ბაშკირას უძახის და. რომელ ქუჩაზე ცხოვრობს? ბლეთის ქუჩაზე, ლაწირა. 30 წლისაც არ იქნება. მაგან და გაუთავა? არა, უფროსო. ბაშკირა იმასთან შედარებით ბულგია. რა უნდოდა? ფული. კიდევ? ისიც იმას მეკითხებოდა, ვისგან იღებ ნარკოტიკსო. მე მგონი იმ სამი დაღუპულიდან ერთ-ერთის ახლობელი უნდა იყოს. მერე? რა მერე? ვერ ხედავთ რა დღეში ჩამაგდო? გათქმევინა? იმ ღამეს გაგრას ბაშკირა იყო მოსასვლელი. ხო და მოვიდა კიდეც. იმან კიდევ იარაღი დაადო შუბიზე. მერე? ახლობლები აღმოჩნდნენ. მე ოთახიდან გამიყვანეს და ჩამკეტეს, რაღაცაზე იბაზრეს და წავიდნენ. მაგ ტიპის სახელი ხო არ წამოწდენია ბაშკირას? კი? კოშკა შენახარო? რა? კოშკა? ხო, კოშკა? დავიდოვიჩ, ნახდათ ის კოშკა, ხო გახსოვთ არა? მახსოვს, საინტერესოა. რომენჩიკ, ერთი ეს მითხარი. აი მაგ საუბარში ბაშკირას გოშაძის სახელი ხო არ წამოწდენია? თემურ გოშაძე. არა, უფროსო, ხო მიგითხარით. ოთახიდან გამიყვანეს და ჩამკეტეს მეთქი. შენ თვითონ თუ იცნობ გოშაძეს? არა, არ ვიცნობ. მაინც დააგვირდი. იქნებ გეცნოს. არა, პირველად ხედავ. საწყალი. აი მაგის ადგილზე შეიძლება შენ ყოფილიყავ. დაკ, ქათამაძე, შენ ძველი ანგარიშები გაკოშკასთან. დაადგენ მაგის და ბაშკირას ნაცნობთა წრეს, მერე გოშაძეზე იმუშავებ. გაიგებ ვის ხვდებოდა, გვარები, სახელები, მისამართები. დეტალურად ცოდე. ეს ხალტური. ამჟამად ეს ვიგმაროთ. ამას რა უყო დავიდოვიჩ? ეს ცხადაში დაბადეში ხინკალზე. ჩააგდე კაბეზეში, რა უნდა უყო? აუ, ვინ არის ახლა ეს ჩემისა? მოდი კიდე არ გავუღოთ რა ვაფშე. რა ვიცი თო. აუ, ვინ შეიძლება იყოს? ეს თუნოდა რა? თანაც მთვრალი. ნაღდად ჩამოიღებს კარს. აუ, მთვრალი ნოდა რა, არ მინდა რა, გეხვეწები, არ გავუღოთ რა. რა ნაგლია რა. ეს თუ მართლა ნოდა რა, ნახე რა სუზამ რა. სრასე გენსა. უთურგაიზეო რა? კი, ოღონდ ფეხებით რო დამკიდო, ახლა კაპი კი არა მაქვს რა. მოდი სამწეში გამოიარე. შენ ვინ გონი? აუ, კაცო. საკაბელოდან მეგონი რა, მაგრად გეხარით ერთიან. რა? არა უშავს, ხდება ხოლმე. თქვენ საიდან ახართ? შეიძლება ჯერ შემოვიდე? კი, ბატონო. მადლობთ. ისმენ. აკამ შვიდო. ეს რა კაი რამეა? ეს ამერველია? ორა. ესე იგი შენ იუველირი ხარ ზოგადად? თქვენ ვინ ახართ? გეტყვი რა? გეტყვი. ოპირაით. ბიზნესა ვარ თამაში. მე რაგნებავს. დაჯერეთ უძმახ. გუნეროი. გისმენ. ეხლა რა შესაქმე შემოირაგე. მაიკლ სტელტონს ხო იცნობ? გასაგები. რა არის გასაგები? იცნობ თუ არ იცნობ? ო, ვიცნობ. ხო და შენ იმის რაღაცა ნივთი გონია წამოღებული. ხო და გაახვიე რა. უნდა წავიდე. შენ ვინ ახარ? ხო გითხარი ხაზო, ბიზნესა ვარ თამაგარი. სტემპტონის ფირმაში მუშაობ დათვის უფროსად. გაახვიე რა, უნდა წავიდე ხაზო. ვერაფერსაც ვერ წაიღებთ. ეს ვინ არის? ой, სრატო. იმიტომ რომ ეს სამუზეუმო ექსპონატია და მაგ თქვენ ამერიკას უნდა მისი საქართველოსდან გატანა. რა საუბრობთ? მართლა? ო, მართლა. ეს არის? არა, ეს ასლია. მე რომ მე 7 საუკუნე ჩვენს წელთაღრიცხვამდე
მილანში ნაპოვნი ბრინჯაოს კაცი. ვა. შენ საიდან იცი შვილო? არქეოლოგი ხარ? არა, ხელოვნებად მცოდნე. და ის საიდან გაიცი, რომ სტემპლტონი აპირებს ამის საქართველოსთან გატანას? მაგის 30 ასლი შემიკვეთა მაგ ტიპმა. დამოჟდას უნდა რომ აჭაროს. ხედავ შენ. ო, მეც ეგრე ვფიქრობ. კარგი. ეხლა რა საპირებ? რა ვიცი. ვარდი გარია. მე დაურეკე და უთხარი მუზეუმში მივიტანოთ მეთქი. იმა კიდევ შენ გამოგაგზავნა. ეხლა იძულებული ვარ პოლიცია ჩავაყენო საქმის კურსში. ირაკლი. მომისმინე, ეს სერიოზული საქმეა. ძალიან სერიოზული. მე ეხლა მივალ იმასთან და ვეთქვი რომ შენ მუშაობ. ნუ ესე იგი ასლებს აკეთებ რა. დრო უნდა გავჭემოთ. ამასობაში მე და შენ მივალ პოლიციაში და ყველაფერს გავაიასნებთ. მოსულა? მოსულა. ბურთი. ებოლ. სკამი. ეჩია. თოჯინა. ეგ არ მახსოვს. ადვილია ბატონოგე. ბოლს გავს. დაფიქრდით? ებდოლ. მალადაც დავიწყე. რას ვიფიქრებდი? ინგლისური ზუთხვა თუ დამჭირდებოდა მილიციის პოლკოვნიკს. დილომშვიდობის. რას აკეთებ? მე წადინეობთ, ახალ სიტყვებს ვიმეორებთ. მაგარი ოფსილა ქონია. შეხედი ახლა მას. შედურაკო ისწავლეს ინგლისურია თუ რაღაც ოხრობა, თორე ხო ხედავ რა დრო დადგა. გაგაგდებენ სამსახურიდან. და ვიღაც სირისტიან ინიას დამთავრებულს მიიღებენ. მე დავიდოვიჩ სკოლაში გერმანულს სწავლობ. ოხ, გერმანულს ხო ჩამიბულბულებ, მამა გიწყონდა. გინდა დიზლა დაგიდებ. ხენდე ხოხის მეტი არაფერი იცი. მე იცი არ ვიცი. მოვჭედა. რაკენი გაიგერამე. კი ბატონო გენო. როგორც ვარაუდობდით, ყალიჩავას მიერ ნახსენები კოშკა ნიკოლოზ იგივე ნიკუშა ხმალაძე აღმოჩნდა. კაიფშირო ბიჭი კაიპარა, ქუცნა დევდარიანი იმის ბიძაა. დაღუპულის დედა ირმა ხმალაძე კოშკას ნახევარდაა, მამით არიან ერთნი. ქუცნას გარდაცვალებამდე კოშკას დასთან ურთიერთობა არ ჰქონდა. ვერ პატიობდა უკანონო შვილის გაჩენას. მისი საცხოვრებელი ადგილი დღესდღეობით დაუდგენელია. სავარაუდოდ კოშკა ნარკობარიგებზე შურის ძიებას და რეკეტს გეგმავს. ნუ და იტაკიასნა. ერთი მითხარი, ბაშკირასთან რა საერთო აქვს? 28 ნოემბერს დაახლოებით ღამის 11 საათზე კოშკა რუბენ ყალიჩავას დაადგა სახლში. აწამა და ფული გამოძავა. გარდა ამისა, აინტერესებდა ნარკოკურიერების და დილერების ვინაობა. ამ დროს ყალიჩავას ბინაში ბაშკირა მოვიდა. იგივე გოჩა გლურჯიძე. კოშკას ნაცნობი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ეს ბაშკირა კურიერია, წამალი დააქვს რეალიზატორს და დილერს შორის. ბაშკირასთან სახლში ჩატარებულმა ჩხრეკამ არაფერი არ მოგვცა. ვინ არის ეს ბაშკირა, რა კაცია? ცნობილი რეციდივისტის ვაჟა გლურჯიძის ძმა. ეგ ვაჟა გლურჯიძე 2 წლის წინ მარნეულში მოკლა ვიღაც მამედოვმა. ეს ბაშკირაც წაიშავებს დავიდოვიჩ, მაგრამ დიდი კრიმინალური ავტორიტეტით არ სარგებლობს. იცით რა არის საინტერესო? ვაჟა გლურჯიძე და კოშკა ბავშვობის მეგობრები იყვნენ და პირველი სროკიც ერთად მოიხადეს. მაგან უშველა ბაშკირას, თორემ რუბენ ყალიჩავაზე უარესი დღე დაადგებოდა. ახლა ერთი მითხარი. ამ ნაბიჯვარი ბაშკირას ნაცნობდა წრე თუ არის დადგენილი? კი, როგორ არა. უბანში ძირითადად შპანასთან და ნარკომანებთანაა ურთიერთობა. ესენი არიან ზვიად რაფავა, ბეჟან დავითაშვილი, კოტე ჟღენტი, ხულიგნობისთვის და ჩხუბისთვის ორჯერ ნასამართლები სულხან კალოევი. გარდა ამისა, ურთიერთობა აკადემიკო სანებლიძის ოჯახთან. მეგობრობს მის ქალიშვილთან, მეგი სანებლიძესთან. ზვისთანოსთან? მეგი სანებლიძესთან. კი, მაგრამ რა საერთო შეიძლება კონდეს ბაშკირას აკადემიკოსის ქალიშვილთან?
რადა ეგ მეგისანებლიძე ჩაშვებული ნარკომანკა. 3 წლის წინა დედა მოუკვდა და სულ წავიდა ხელიდან. შენ საიდან იცი? მოკლულ თემურ გოშაძის გარშემო ცნობებს რომ ვაგროვებდი. აი მაშინ ამოტივტივდა მაგოგოს სახელი და გვარი. მეზობლები ამბობენ, გაუუშრო სისხლის აწყალმამამის. ნარკოტიკები, დებოში, სკანდალები, თელხმაზე აწეული მუსიკა და სხვა ამისთან. გარდა ამისა ირკვევა, რომ მეგისანებლიძე გოშაძის საყვარელი იყო. ეგ საიდან გაიცი? სარა აბჟანდაძე, გინეკოლოგი. გამოთქვდა, რომ ორჯერ აქვს აბორტი გაკეთებული მეგისანებლიძისათვის. რას არ გაიგებს კაცი? პატივცემული მეცნიერი აკადემიკოსი. შვილი კი ხელიდან წასული ნარკომანი და ბოსი. ეხლა რა გამოდის? ერთი მხრივ ბაშკირა და ყალიჩავა, მეორე მხრივ გოშაძე. გოშაძე ბოტანიკურ ბაღში ინახავს დიდ ძალ ნარკოტიკს. ყალიჩავა რეალიზატორია. გამოდის რომ ბაშკირა პოსტალიონი. ყველაფერი ერთ წერტილში იკვეთება. რა წერტილში, დავიდოვიჩი? ვერ ხვდები? ეგ მეგისანებლიძე გოშაძის საყვარელია. თან ბაშკირას ახლო მეგობარიც არის. Вот и вся цепочка. მომითრიეთ ეს შატლახი ნარკომანკა აქ. აკაცია ბიჭო, ჯერის დასაცველი კიდე არ ამოდის თვალები. აქ რა გინდა? გამარჯობა ნიკოში. გამარჯობა. დაგირეკავა მითხარი. მე მგონი ყველაფერი შეიცვალა, ხო? თემო რომ მოკლეს? შენი ახლობელი არ იყო? ვერ ვიტანდი, მაგრამ მაინც შემეცოდა. მაგიტე გინდა და თემას ნახო. შენი იცი მე რაც მინდოდა. ბაშკირა ვნახე. ბაშკირა? რაო მე? რაო და კოშკას ნახვა მინდა, მაგრამ ვერ გამოვდივარ. მაგას შიქვა არა. სად არის გამოსერებული? ერთია კალოევლის სიწვაზე პატარა ნაკვეთი აქვს და იქ არის. წამოხვალ? წამოვალ კი არა, უთხარი რომ ჩემი სახელი ვაფშე არ ახსენოს. თუ თემურას პაძელნიკებმა ბაშკირას მიაგნეს, მაშინ შენს დაგერხევა და მეც. დამერხევა არა, ყურებზე ხახვი არ დამაჭრა. ვინ ჩემი ფეხები იყო ეგ თემურა გოშაძე რომ მაგის გულისთვის მეომან. მე სუფთა ვარ. თუ უნდა მოვიდნენ და მეომან, ან შენ რა პასუხი უნდა მოგთხოვონ? ჩემთან უკვე იყო რამდენიმე ზარი. გემუქრებოდნენ? არა, არ მემუქრებოდნენ, მაგრამ მორტალია ღამეს ამჯერო გაგაგვიძებენ ზედიზე და თანხმას რო არ იღებენ. არა მშიშარა არა ვარ, მაგრამ ხოშიანი ქალი ხარ, ვიღაცა გირებს, ჩვეულებრივი ამბავია. კომპლიმენტისთვის მადლობ, მაგრამ მე დიდი ხანია ეგრე აღარ ავიმიერებს. ფრაიერები არიან და იმიტომ. ისე თუ რამე გატრაკდა, ჩემდაც დაურეკე და უთხარი, კოშკას გადაეცი, სტუმარი მოვიდა თქო. გასაგებია? ხო. ტელეფონი? 29-იანი, 25-იანი, 17 ადვილია. ბაშკირას რა უყოთ? მაგ საწყალს ან დავრიდავენ, ან დაიჭერენ. გუშინ ძაღლებმა გაჩხრიკეს უკვე მაგის სახლი. უნდა დაითესოს, ან უნდა ჩაბარდეს, სხვა პუნქტი არა აქვს. ეგრე გადაეცი ჩემგან. ან და შენ საერთოდ ნოე კონტაქტები შეიძლება დაიწვა. მე თვითონ გავუგზავნი ცოტა ფულს მაგ დასერებულს მაგას. კარგი, წავედი. შენი ტელეფონი? ეს მამა ჩემის ვიზიტკარი. იმ დღევანდელისთვის ბოდიში. საერთოდ ეგეთი არ ვარ. როგორ არა? ვიცი. დაგირეკავ. Уверены, что такое кошка вам язык откусила? Она не может говорить. ეს საროჭკა ძალიან გიხდება. მახსოვს, ჯვრის წელის დროსაც ეს გეცვა. Она прекрасно. ეხ, როგორ დაბერე? კეთი რომ მაგონდება, და მე გული მიკვდება რა. რა ლამაზი იყო, საცოდავი. ინა გაჩუმდი რა. აქ თხოვიან თემაზე აღარ ვილაპარაკოთ მეთქი. ლექსო, რატომ აჩუბებ ყოველთვის? რა გითხარი ახლა ისეთი? მე სხვა ადამიანი ვარ, რაღაცა მომაგონდება, რაღაცას ვიტყვი, შენ კიდე პირში მეცემი ხოლმე. ინა გაჩუმდი მეთქი, ვერ გაიგე? კარგი ბატონო, გაჩუმდები. სულ ჩავიგდე ფენას.
კაი, ხო, არ მინდოდა ესე რა. ესე მაიმუნო შენ. ხან რა კარგი ხარ და ხან რა საძაგელი. ლექსო, მინდა იცოდე, ეს ყველაფერი იმ ჩანთაში არ ჩავა. მომისმინე, ეს ყველაფერი მე არ მიმაქვს, თინა, გასაგებია? აბა ეგრე გინდა ჩატანტალდე გერმანიაში? რა სიტყვის ის ხალხი? ვინ ხალხი, თინა, არ გამაგიჟო ხა? ვინდა გერმანელები? აუ! კარგია, ხე მოგივიდა დოსტი. მაგან გაგაფუჭა შენ. Завтра к 8 у меня будет 7. А ужин в 7:30. А хозяин дома? Хозяин на войне. О, ты გამარჯობა, რაფერ ხარ? Что вы делаете? Смотрите, в этом доме сначала нужно закрыть предыдущую дверь, прежде чем открыть новую. Не так просто, как может показаться. Добрый Пожалуйста, не позволяйте детям. Иди хар. Ора. Рато გაიბოთო ბიძინა. Кая маги. შენებს დაურიგე? კი, აეროპორტში დამხვდებიან. დავაი ლექს. გივი ვნახე, დავემშვიდობე. გივი? ინცკირველი. აჰა. რა სამობს? არაფერს, ცოტა ვერ არის ხასიათზე. რატო გაცა? აი ტრაილერის გამო რა. ამბობს რომ ინფორმაცია შემომიგდესო, ვიღაცა ჩემი ჩაძირვა უნდაო. მოვიდა აზრზე? რა არის რო? არა, ეხლა ნუ ინფორმაცია ნამდვილად შეუგდეს. მაგრამ ეხლა რომ ვიღაცას მაგის ჩაძირვა უნდა ეთქვილია. მან რაღაცა სხვა ამბავია. რა ამბავია? რა არის ლექსო? ეთქობა უცხოეთის სპეცსამსახურები, აი იმ ტრაილერს კუძზე აჭდნენ. მე ვიღაცამ გივის ინფორმაცია მიაწოდა. ტრაილერი მოდის, რომელშიც ნარკოტიკებიაო. ეხლა ამან იმის მაგივრად რომ უშიშროებისთვის შეეტყობინებია. თავის გამოჩენა მოინდომა, გაიგე? და ეს ოპერაცია თვითონ ჩაატარა. მე რაც მოხდა შენს კარგად იცი? მაგრამ ის ხომ არ უთქვამს, ინფორმაცია ვინ მომაწოდაო? არა. შენ ხო არაფერი გიკითხავს? არა, კაცო, მაგას როგორ გითხავდი? სწორია რა. ესე იგი მაინც მიდიხარ რა? დიახ, ბატონო გენო. კი, აქ არის, დაგალაპარაკოთ? Они все еще აი ბატონო. такие милые маленькие дети. შავდია იყო და სასწრაფოდ მოდი ჩემთანო. Ну что, нужно сказать? რა უნდა თუნდაც? აღარ უნდა დაგვანებოს თავი? და ამ ამბის შემდეგ თუ დარეკა ვინაგრადომა მამა შენთან? მე გარვიცი. საინტერესო ინფორმაციაა, მაგრამ ეს შენ მაინც არ გიშველის. ჯერ ერთი რუსეთში რა ხდება რა ჩემი საქმეა. მე რომს შევატყობინო შესაბამის ინსტანციებს, მაინც არ დამიჯერებენ. აი წარმოიდგინე, მივდივარ უშიშროების სამინისტროში, ვაბარებ პატაკს და ვეუბნები. გოშაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ნარკორეალიზატორი და მორფინისტკა სანებლიზის ჩვენებით არზამას 19-ში ხდება ესა და ეს. აი, ჩემგან ნორმალური იქნება? იმ წუთში გამაქანებენ საგიჟეთში. სპეცსამსახურების ვალია გადაამოწმო. აი, მე შენ მდგომარეობაში რო ყოფილიყავი, არ დავიწყებდი იმაზე ლაპარაკს. რა არის სპეცსამსახურების ვალი და რა არა. აბა რას გააკეთებდით? ვითანამშრომლებდი გამოძიებასთან და ვაღიარებდი, რომ წლების განმავლობაში ვეწეოდი ნარკოტიკების რეალიზაციას. ტყუილია. აბა რა არის ეს? შენი სახლიდან არ არის ამოღებული. ეხლა არ მითხრა პოლიციის შემოგდებულიაო. და არც ის მითხრა, ამდენი ნარკოტიკი პირადი მოხმარებისთვის მქონდა გადამალული წიგნების შკაფშიო. გავაგრძელო? გააგრძელეთ. მე შენ ხარ ჩემი ბატონი
ვაღიარებდი, რომ ნარკოტიკების რეალიზაციას მაიძულებდა მოქალაქე გოშაძე, თემური იოსების ზე, რომ მისი თავიდან მოცილების მიზნით შეხვდი და გაურიგდი კრიმინალურ სამყაროში საკმაოდ კარგად ცნობილ ნიკუშა ხმალაძეს, იგივე კოშკას. და ვიტყოდი, რომ ეგ შეხვედრა მოხდა გოჩაგ ლურჯიცის იგივე ბაშკირას დახმარებით. ხედავ, ყველაფერი კარგად ვიცით. არაფერი თქვენ არ იცით. ვისია ეს ნარკოტიკის სანებლიზე? საიდან გაქვს? თემოსია ჩემთან ინახავდა. უნისუკინსი. ესე იგი ბოტანიკურ ბაღში აფასოებდა და აკადემიკოსის სახლში საწყობი ქონდა გამართული. აი ვინ იფიქრებდა ამას? გოგო, შენ ტვინი სულ რა გაქვს თავში? იცი რა გელის? რა სერჩი მამა შენს? რატო ჭრი თავს? აი ამას რო გაიგებს ხო გაუსვლა გული მსაცალს. ვინ იყო შენი? ეგ გოშაძე. საყვარელი? ნუ ეგრეთ შეიძლება ითქვას. ბაშკირასთან რა საქმე გაქვს? სკოლიდან ვიცნობ, ხომ გითხარით? სად და როგორ გააცანი ბაშკირა და გოშაძე ერთმანეთს? ბაშკირას გოშაძე თვალითაც არ უნახავს. დედა ჩემი სულსფიცარ, მეგენი არ შემიხვედრებია. კოშკა? რა კოშკა, რის კოშკა? ნიკუშა ხმალაძე, მაგ ბაშკირას მაგაცი. პირველად მესმის. ეხ სანებლიზე. აი სიტყვა ამჯერაში. სიტყვა. რა შეა საქმე კათამაზე, რა ხდება? ბიძინა და ლექსო არიან დავითოვიჩი, დაველოდოთო? დაველოდოთ კი არა, აქეთ შემოვიდნენ. ამას არაფერი არ შეცვლა. ვა, ზახარიჩ? ვა, კავოვიშუ, კაცო, არ უნდა დამერდე, ა? როგორ ახარ ლექსო? კარი მშობლიური კედლები. აი ფეთი შემოგი თუ არა, დალევა მოგიდა. მაგრამ ამ სისკე კაცს. ან გული არ გაწუხებს, ან წნევა არ გაწუხებს, ან ნაღლის ბუშტი არ გაწუხებს, საჭაგი შეოჯაღაში მებულა. შენ გურულის ანგიდოდი არ იცი? არა. ხო. რაღაც ეგვზიანი ზაპოია გურულისა. ისე უთრალე მოვიდა და ცოლმა შერმა ისპედა, არ განარჩიდა. საჭის! საჭის და პირში. ხო, ასე ჭვის. მოვები ახლა რა ხდება? დავსვე. დავძანდი. გაიცანით, მეგი. აკადემიკოსი როა, იაძერში, ნოდარ სანებლიზე. აი მის ქალიშვილი. იაძერში კი რა. ერთ მკვლელობაში გადის ფიგურანტად, მაგრამ მაგას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მოხევი, მეგი. რაც მე მითხარი, მოუყევი მხოლოდ. 5 საათი აქვს ივარ და ჯერ სიგარეტი არ მომიწევია. რა არის გენო? ხო იცი რომ დაკავებული სამება კანონით იჯება. არა, არ უთქვამ ძმაო თორემ. მოწი? არა მაქვს. რა ბატონო? მადლობთ. რანაირად ვაყოლებ? და ბატონო გენო, რა მკვლელობაზეა ლაბორაკი? არა, მკვლელობა ამ შემთხვევაში მთავარი არა. ამ გოგონამ სულ სხვა ინფორმაცია მოგვაწოდა. ინფორმაცია მომდენდა სვაბოდო და? ნიეთ, ჯერჯერობით ეს გადაწყვეტილი არ არის. მოусმინე. მამა ჩემს ასპირანტურა მოსკოვში აქვს გავლილი. მე 5 წელი დუბნაში მუშაობდა. იქ ერთი მეგობარი ყავს, ვალოძა, ვინოგრადოვი. აკადემიკოსია, ბირთვული ფიზიკის მამა. ხო და ეგ და მამა ჩემი ერთად მუშაობდნენ. ბირთვული ფიზიკის მამა კურჩატოვია, როგორც მე ვიცი. რა ვიცი, ძალიან მაგარია. დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიზიკოსია. მოსკოვში ცხოვრობს? ოჯახი მოსკოვში ყავს. თვითონ კი რაღაც დახურული ქალაქი რო არის, R-19 იქ მუშაობს. ერთი კვირის წინ ტაბახმელაში კონფერენცია მოეწყო. ხო და ეს ვინოგრადოვიც იქ იყო ჩამოსული. და ბანკეტის მერე მამა ჩემმა სახლში მოიყვანა. გვიანი იყო.
стал красивее, новые дома стали. Так что там со стороны все это смотрится очень. Да. Не говори, что это твоя дочь. Да, это моя дочь. Ты ее вот такую маленькую помнишь. Мэри, с Володей Виноградовой, как сос? Махсос. Послушай, она же вылитая Нателла, царство и небесное. Только очень худая. Ты помнишь, как мама тебя к нам привозила? Сколько тебе тогда было? 7 лет. Мы у вас на даче в Серове жили. А? Как тетя Зоя. Нянчится с внучками. Ну, преподает в институте. Ко мне в Арзамас редко наведывается. Ну, а ты, красавец, когда собираешься Нодара дедом сделать, а? Володя, говорили, а потом махнул рукой и все. О, нет, батенька, так не пойдет. Всему свое время. Замуж выходить, детей рожать. Надо, пока молодая, красивая. А то детки посмотрят и скажут: ой, у всех мамы молодые, а у нас старушенцы. Нехорошо, нехорошо. Ну, а как с работой? Мы с подругами косметический салон открыли. Ну что же, неплохо. Очень даже неплохо по нынешним временам, а? Да. А как насчет специальность ты забросила? Володя, кому нынче искусствоведы нужны? Да, Надар. Скоро и мы с тобой никому не будем нужны. Давай-ка выпьем за Меги. Ой. Чтоб все у него было хорошо. Спасибо. И помни, дочка, самое главное в жизни — не сдаваться. И не бросай свою специальность. Пиши статьи в журналы, присылай нам в Москву. Зоя тебе с публикацией поможет. Спасибо. И еще у меня одна просьба. Вот сделай нам, старикам, кофе по-турецки. Хорошо, вам сладкий? Да-да, сладкий. Не верю я разным бредням. Слушай, один раз живем. И кофе без сахара. Столько отрицательных эмоций, а? Нет, от сахара не откажусь. Ерофеев, вот настоящий сладкоежка. Да. Помнишь, на защиту моей диссертации он полторта украл. Кстати, что-то давно не слышно. А где он? Умер. Погиб Веня Ерофеев. Как это погиб? Когда? Да вот совсем недавно. Выпал из поезда и разбился. Нашли его на встречных путях с черепно-мозговой травмой. Говорят, пьяный был. Только я в это не верю. Что ты имеешь в виду? Не хотел я об этом говорить. Но тебе я скажу. Дело это темное и страшненькое. Ты помнишь, у Вини жена умерла от инсульта? Да, конечно, помню. Я даже телеграмму прислал. Так вот, после ее смерти Веня запил. И очень сильно. Пошли неприятности по службе. Даже строгий выговор был. Потом скандал с завотделом. Ну, в общем, я забрал его к себе в Арзамас. Там он вроде перестал пить. Ну, поцапался со всеми. Особенно с этим Кочетовым. Ты помнишь этого подлеца? Кочетова? Что этот подонок тоже в Арзамасе? А как же. Он у нас заведующий экспериментальным отделом. Это почти полгорода. Кто его туда назначил? Это же преступление, слушай. Поговаривали, на нашего старика нажали из КГБ, или как там, ФСБ. И он назначил этого подлеца Кочетова. Ну, Веня, конечно, с ним не ужился. И сам попросился на могильник. Так мы называем хранилище радиоактивных отходов и сырья. Знаю, знаю. Ну, это находится вдали от города, в лесу.
Там только охрана и несколько ученых, которые контролируют поставляемое сырье в экспериментальный отдел и возвращаемых отходов. Вот если масса сырья совпадает по формуле с массой возвращаемых отходов, то лады. А если нет, то хана. Но ученому заниматься там особенно нечем. Но Веня попросил, и я его туда перевел. А потом? А потом, как в хорошем детективе, еще похлеще. Давай помянем Венечку. Ну-ка расскажи, что там стряслось? Месяц? ერთს შევამოწმე ხო სწორ მხარეს ვარ რომ აი ხელი არ შეგიშალოთ იმაზე რა ხო სწორად ვარ რომ წაიკითხოთ თქვენს ვახ ფაკ Тому назад заходит он ко мне в кабинет и спрашивает, какие эксперименты запланированы у Кочетова с ураном-235. Насколько мне было известно, никаких. Тогда он и говорит, мы послали к нему несколько контейнеров по заявке. Когда вернули нам отходы, то я, говорит, обнаружил нестыковку. Может быть, Кочетов использовал не все сырье? Так в том-то и дело, что эксперименты были завершены, отработано столько-то сырья, возвращены в хранилище, урана в лаборатории нет. Я посоветовал Вене еще раз все перепроверить. Ты что, Геро? Рагина ჩვენ გა? ვერაფერი ვერ გავიგე. დაიცადე რა. ბოლომდე მოусმინე. გავაგზელო? გააგზელე სანებლიზე. Ну, а потом к нам с плановой проверкой приехали генералы из ФСБ. Обычно по традиции эти проверки кончаются охотой, выпивкой, зовут всех начальников отделов, ведущих специалистов и так далее, и т.п. Я на такие сборища, как правило, не хожу, но в тот раз пошел. Дело происходило в дорогом кабаке. Из приезжих было 2 генерала Шкуротнев и Гроничев, и еще 2 грузина. Зераги, генерал КГБ, и Кокуридзе, мужик в штатском, симпатичный, при деньгах. Ну, тогда я особого внимания на них не обратил. Ой, сагацо. Момесма თუ მართლა ეგوارები თქვა ვინოგრადოვმა. ზერაგია და კაკაურიძე. იმიტომ დამამახსოვრდა, რომ ჩემმა კურსელმა ცოლად კაკაურიძე მოიყვანა. ვინ? ომგერ კაკაურიძის შვილი? არა, იმ გოგოს мама არ ყავს. ყველაზე საინტერესო აცი იწყება. Дальше, Санеблизе. Во время пирушки я вышел в туалет и столкнулся с генералом Гроничевым. Ну, разговорились. Я, конечно, не стал говорить ему о своих подозрениях, но попросил принять и выслушать Веню Ерофеева. На другой день эта встреча состоялась в гостинице. Веня был взволнован, но доволен. Гроничев его очень внимательно выслушал, посоветовал пока никому ничего не говорить и попросил приехать в конце недели в Москву. А потом Веня погиб. И ты думаешь, его убили? Но, Дар, Веня выпал из поезда, на котором он ехал в Москву к Гроничеву. Как такое возможно? В наше время все возможно. Нет, я ничего не утверждаю. Но не удивлюсь, если в скором времени этот уран окажется у вас в Грузии. А точнее в Аджарии. А это с чего ты взял? После банкета в холле пьяный Гроничев говорил Зераге, что в Батуми нужно подготовить ситуацию и лично убедиться, что все пройдет гладко. На что Зераге ответил, что Кокоридзе все приготовит сам. А насчет безопасности, тот Тбилиси ни хрена не контролирует в Аджарии. Но это я уже вспомнил потом после гибели Вени. Послушай, а может это все совпадение, больше ничего? Слишком много совпадений, Нодар.
пропавший уран, внезапно нагрянувшие генералы, гибель Ерофеева, этот делец Какауридзе, Батуми, неконтролируемая граница, и далее, и далее. А что ты собираешься делать дальше? Не знаю, но молчать не собираюсь. Они думают, что после смерти Ерофеева я напуган. Всю жизнь прожили в страхе. Теперь мне 70. Больше бояться не собираюсь. Хватит с меня. აბა, კარგად. ესე იგი არიშლია რა. ოღო, რა ვიცი აბა. ებიჯო რა გჭირ, ცოტა ხნით წამოსულიყავი რა. რა ვიცი, რაღაცა ვერა ვარ კარგად რა, ჯობია ჩავლაგდები, ხო? აუ, შენც ეხლა მთელი გარდერობი გაქვს ჩასალაგებელი რა. რომელ საათზე მიფრინა? 10:09. კარგი, 8-ზე გამოგივლით მე და ხათამაც. დავაი. ჭკუით ვიყავი ლექსო, ჭკუით. რა დაემართა ამის? შენს კაი ვინმე ხარ რა. კაცი ჩემოდნებზე ზის, ხვალ გერმანიაში მიფრინავს. რას მიათრევდი იმ პოლიციაში რა გინდოდა? ვერ ნახე რა დაემართა ზერეგიას სახელის ხსენებაზე? ხარს რომ წითელ საუფრიალებს ხვირწინ, აი ესეთი რამეები ემართება იმ კაცის სახელის გაგონებაზე. ბიჭო, ხო გითხარი, შენ გეძებდი და ამიტომ დავრეკე მაგის ტელეფონზე. და ვკითხე, ბიძინა ხო არ იცი სად არის მეთქაც. ბაბადონო, აგერა ვარ. რასაბი? რა ვიცი ამის დედაცვადერ. ასეთ ინფორმაციის ფეხებზე დაგიდება არ შეიძლება. თან ფიქრობ, ხომ არ მათყულებს ეგ ნარკომანკა მეთქი. მაგათ ამნაირი ლეგენდები წინასწარ აქვს ხოლმე მოფიქრებული. ეხლა შენც ხო იცი რომ ამისთანა ტყუილს ეგ ვერ მოიგონებდა. ზერაგია და კაგაურიძე რო არ ეხსენები და კი ბატონო. მაგრამ ეს უკვე მეტის მეტია. ხო, სიმართლეს გავს. მაგრამ ამ მეგისანებლიძეს რა უყო? ბიჭო, გამაგებინე, ეგოგო მარტო ნარკომანია თუ რეალიზატორიც? რა თქმა უნდა რეალიზატორიც. მაგრამ როგორ ჩანს ამას გოშაძის ზეწოლისა და შანტაჟის გამოაკეთებდა ეგ საწყალი. Конечно, ეხლა წიბელუჩის დას გაიგე, მაგრამ მე ლიჩნად მაგოგოს რეალიზატორობას ვაპატიებდი. საქმეში ერთ შეკს გაუფორმებდი და პრინუდიტერნი ლიჩენიაზე გავუშვებდი 6 თვით. დანარჩენ ჩეკებს გაღიდიდი, ხო? ურა გაფუჭებული მილიციონერი ხარ შენ. ვაჟი პატრონს. როდის ერთხელ იყო, ბიჭო, რომ ჩამორთმეული წამალი გამესუხარებინოს. ლიშნი რაც იყო მწვავდი. ამის გამო ვიცი ზურგს უკან დებილს მეცახდნენ, მაგრამ ამ ჩემფეხებს. შენ საერთოდ დაწუნების ლიშნი ჩეკები. ძალიან მაგარი კაცი. და ის გოგო იმსახურებს საჯელის შემსუბუქებას. ყოველ შემთხვევაში ჩემგან და ლექსოსგან მაინც. Хорошо. ხვალვე წერ მოხსენებით ბარათს, მინისტრის სახელზე. ოღო, ვთილად ვიყავი რომ მეგბარათი მინისტრამდე არავის ხელში არ მოხდეს, თორე ყველაფერი ჩაიშლება. ბიჭო, წავიდეთ დროზე, თორე შეგვიჭამა მთელი ხინკალი კატამაცმე. ძალიან მაგარი სერიები მელის, რომ იკომენტარებდით, ახლა მივხვდი რომ მართლა ძალიან მაგარი სერიები. წავედი ხალხო ახლა. მე გიორგაძის რაღაცებს უნდა უყურო, პროსტა მაინტერესებს ეს ზერაგია ხო გიორგაძეა როგორც მივხვდი და რაც არის რა YouTube-ში რასდევს ძალიან მაინტერესებს.